Საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს დეპუტატებმა მინისტრებს მოუსმინეს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრა გაიმართა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ვითარებასა და საინვესტიციო გარემოზე იმსჯელეს. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. არ არის არანაირად ასე ვთქვათ კატასტროფული მდგომარეობა. მომავლის პერსპექტივა არის საკმაოდ დადებითი. ჩვენ უნდა ყველამ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური დაძაბულობა გარკვეულწილად გადავიდეს ჯანსაღ ოპონირებაში და იმისათვის, რომ ეს დაძაბულობის ფონი მოიხსნას. ბიუჯეტი დააფინანსებს ყველა სოციალურ ვალდებულებას, მათ შორის გაზრდილ ვალდებულებას. 1 სექტემბრიდან იცით, რომ პენსიები კიდევ ერთხელ იზრდება წელს მეორედ უკვე და ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, ასე რომ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში, ზოგადად საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის პირობებში არანაირი პრობლემები არ არის, ყველა ვალდებულება იქნება შესრულებული. ჩვენ მივიღეთ სრული გარანტია იმისა, რომ მიმდინარე წლის მაჩვენებლები შესრულდება და ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს გააჩნია მოქალაქეების მიმართ თუ სხვა საპროექტო ვალდებულებები წლის ბოლომდე იქნება შესრულებული.